ვანახლებთ დიალოგს, როგორც გითხარით, ჩვენი სტუმარია დავით უსუფაშვილი, პოლიტიკური კოალიციის ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრი. დღეს ქართული ოცნება დაფუძნდა როგორც პოლიტიკური კოალიცია, ის პარტნიორობა, რაც გამოცხადებული იყო გასული წლის ოქტომბრიდან, შეიძლება ითქვას, ჩამოყალიბდა ფორმალურად. და პარტიულ დონეზე ის იღებს ასეთ სახეს: საკუთრივ ქართული ოცნება, რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები და ეროვნული ფორუმი. გარდა ამ პოლიტიკური ორგანიზაციებისა, როგორც ჩანს და ეს როგორც ჩანს მინდა ვაქციო კითხვათ ჩვენ სტუმართან, ბატონ დავით უსუფაშვილთან, აქ შედიან ადამიანები პიროვნულადაც, ასეა? და არა პარტიულად. ბატონო, მოგესალმებით თქვენს თანამაყურებელს. დიახ, დღეს მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა ქართული ოცნების კოალიციის დაფუძნებით. სუბიექტები სწორი ბრძანდებით არიან ბიძინა ივანიშვილის ფორმირების პროცესში ყოფილი პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, რესპუბლიკური პარტია თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი. ამასთანავე ეს არის პოლიტიკური კოალიცია, ეს არ არის იურიდიული წარმონაქმნი, ამიტომ პოლიტიკური კოალიცია ყოველთვის გულისხმობს მოქნილ მიდგომას სხვადასხვა საკითხებისადმი, მათ შორის სწორედ ამ თემაზეც კოალიციაში მუშაობენ კონსერვატიული პარტიის, ხალხის პარტიის წარმომადგენლები. არ არის გამორიცხული სხვა კონკრეტული ადამიანების და ორგანიზებული ჯგუფების შემოერთება კოალიციასთან, რაც შეეხება უკვე საარჩევნო სუბიექტად გარდაქმნის ეტაპს, რომელიც არჩევნების მოახლეობის კვალობაზე მოხდება და საარჩევნო ბლოკად დაფუძნდება კოალიცია. იმ პერიოდისთვის უფრო სამართლებრივად გაიმართება ყველაფერი. პოლიტიკური კოალიცია გამოცხადდა იმ გეგმის შესაბამისად, რაც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, დღიდან მის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლისა. ამ გეგმის მიხედვით უახლოეს ერთ თვეში კოალიცია გახსნის თავის წარმომადგენლობებს, ოფისებს პრაქტიკულად ყველა რაიონში და ქალაქში საქართველოს მასშტაბით და როგორც ბატონმა ბიძინამ დღეს ქართულ ხალხს მისცა პირობა ხელისუფლების დიდი სურვილის მიუხედავად, როგორც გაზაფხულს ვერ შეაჩერებენო მის მოსვლასო, ასევე პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების წინსვლას ვერ შეაჩერებენ. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არის, იცით, რომ მოქალაქეების საკითხი გადაუწყვეტელია, იცით, რომ პროკურატურის, უпроსორად კონტროლის პალატაში შექმნილი სპეციალური ორგანო მხოლოდ ამითაა დაკავებული, რომ შეუქმნას პრობლემები ზოგადად პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს. მედია იმითაა დაკავებული, რომ სწორედ ამ კოალიციის განკითება და ასე წარმოჩენა მოახერხოს საზოგადოებისთვის, მაგრამ ჩვენ ეს ვიცით, ამ ყველაფერს უპირისპირებთ ძალიან მკაფიო და სერიოზულ გეგმას, მათ შორის მედია აქტიურობის თვალსაზრისით, მოსახლეობასთან ინფორმაციის მიტანის თვალსაზრისით და უახლოეს თვეებში მარტი, აპრილი, მაისი, ჩემი აზრით, იქნება დატვირთული პოლიტიკური თვეები, პოლიტიკური კოალიცია თავის აფქოს მიიტანს ყველა მოქალაქემდე. დღეს იცით, გამოქვეყნდა ჩვენი სადამფუძნებლო დეკლარაცია, რომელიც ძირითად პრინციპებს მოიცავს ჩვენი მომავალი პოლიტიკური საქმიანობის. ამ დოკუმენტს მოყვება უფრო კონკრეტული დარგობრივი პროექტები და ჩვენ საზოგადოებას პირდებით დემოკრატიულ საქართველოში კეთილდღეობას, იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ძალიან ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს აწუხებს და იმ საერთაშორისო ურთიერთობების დალაგებას, ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებას, ნატოში გაწევრიანების დაჩქარებას, რაც ჩვენი აზრით საქართველოს უსაფრთხოების და წინსვლის აუცილებელი წინაპირობაა. ერთი ტექნიკური კითხვა. ამ იერიდან კოალიციის შიგნით არ ვიცი, მაგრამ როდესაც იგი წარდგება საზოგადოების წინაშე, ის წარდგება, თქვათ, კოალიციის შიგნით პარტიული დასახელებების, ასე ვთქვათ, მოშლით, ანუ თქვენ წარდგებით არა როგორც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, არამედ როგორც კოალიციის წევრი. მე დღეს საგანგებოდ ასე წარგადგინეთ. ანუ კოალიცია ამ იერიდან დღევანდელი დღიდან ხაზს უსვამს თავის, ასე ვთქვათ, ჰომოგენურობას, იქ უკვე პარტიულ განსხვავებები მნიშვნელოვანი აღარ არის. როცა ის საზოგადოების წინაშე გამოდის. საზოგადოებისთვის ამ ნაწილში მე მგონი ცხადია ყველაფერი, იმიტომ რომ პოლიტიკური კოალიცია როცა იქნება, მას აფუძნებენ პოლიტიკური პარტიები, ჩვენ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გაგვიქმნებია, პირიქით, იქმნება ახალი და სერიოზული პოლიტიკური ძალა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ამიტომ ცხადია რომ რესპუბლიკური პარტია რჩება, მე რჩები რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ, პარტიული ცხოვრება მიდის ჩვეულ კალაპოტში, მაგრამ ჩვენი რესურსის, ჩვენი დრო, ჩვენი ენერგიის მე ვიტყოდი 80-90% დღეიდან მოხმარდება, თუმცა ბოლო თვეებში ისედაც ასე იყო, სწორედ კოალიციურ საქმიანობას და უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ სწორედ კოალიციის სახელით ვისაუბრებთ, კოალიციას წარმოადგენთ და ამ პოლიტიკური ერთობის წარმატებისთვის ვიზრუნებთ და გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. 22-31 ეს არის უფასო ტექსტური შეტყობინების
ნომერი, შეგიძლიათ ამ ნომერზე 22-21-ზე გამოგზავნოთ კითხვები ჩვენ სტუმართან, მე დავსვა მათ ჩვენს ეთერში. თქვენს დეკლარაციაში, რომელიც დღეს ახლდა კოალიციის წარდგენას, და შემდეგ გამოქვეყნდა კიდეც სოციალურ ქსელებში, არის რამდენიმე პუნქტი, რომლებიც ვფიქრობ იმსახურებს იქცეს შეკითხვად. მაგალითად, თქვენ სთავაზობთ მოქალაქეებს როცა წავდგენ თქვენ თავს, სთავაზობთ არჩევანს, ალტერნატივას, იქ და მრავალი წყვილია ჩამოთვლილი და ერთ-ერთი არის არჩევანი ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და საერთაშორისო იზოლაციას შორის. საიდან დგება ეს არჩევანი? საიდან ეს ალტერნატივა? ევროატლანტიკური ინტეგრაციის ვთქვათ ტოლფარდი რაღაცა სხვა არჩევანი, მე მგონი თუ თქვენ ხელისუფლების ოპონენტები ბრძანდებით ავწევოთ, ხელისუფლებას არ შეუთავაზებია საზოგადოებისათვის. რატო დგება? საიდან მოვიდა? იმიტომ რომ ხელისუფლების მოქმედებები საერთაშორისო იზოლაციის სისტემა მიყავს ქვეყანა? რა თქმა უნდა მიყავს. რა თქმა უნდა მიყავს. და 30 იანვარს ობამასთან შეხვედრა საერთაშორისო იზოლაციის ნიშანი. 30 იანვარს ობამასთან შეხვედრა სწორედ იყო ბოლო გაფრთხილება მიხეილ სააკაშვილისთვის ობამას მხრიდან, რომ მან არჩევნების ჩატარებით და არჩევნების გზით უნდა დატოვოს ხელისუფლება. ზუსტად ამას ნიშნავდა ეს შეხვედრა. ზუსტად ამას ნიშნავდა ის ფაქტი, რომ ობამამ საქართველოს მთავარი რეფორმების დადებითად შესაძლებელი. არა, უბრალოდ კითხვა მიჩნდება. არა, თქვენ რო გიჩნდებათ კითხვა, მე კიდე ხო პასუხი უნდა გაგცეთ, იმიტომ დამიძახეთ აქ. ობამამ 3 წლის განმავლობაში არ გამართა ოფიციალური შეხვედრა სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ქვეყნის საქართველოს პრეზიდენტთან. ეს იყო სწორედ იმის მიმანიშნებელი და ყველაზე მკაფიო დემონსტრირება, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მოახერხეს ცხადია ბწყალებში, მოახერხეს ის, რომ თავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტი 3 წლის განმავლობაში მას არ ხვდებოდა. და ახლა როდესაც შეხვდა, თავარი სათქმელი იყო ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მეგობრობას, ქართველ ხალხთან მეგობრობას, და ამიტომ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანით უნდა გადაწყდეს მომავალი ხელისუფლების ბედი, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მან უნდა დატოვოს ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტი, ისე როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითხოვს, და ამერიკის შეერთებული შტატები სწორედ ამ შემთხვევაში და ამ პირობით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის ნატოში ინტეგრირების პროცესში და ბევრ სხვა მიმართულებით. ამიტომ აქ ყველაფერი ცხადზე ცხადია, სწორედ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ევროკავშირთან დაახლოებას, შელახული საერთაშორისო პრესტიჟის აღდგენას სჭირდება ხელისუფლების შეცვლა. შელახვას რაზე ატყობთ? შელახვას ვატყობთ ყველგან და ყველაფერში. იმაში, რომ არ დარჩა არც ერთი მეგობარი ქვეყანა მსოფლიოში, საქართველოს მეგობარი ქვეყანა მსოფლიოში, რომლის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრები, პარლამენტის წევრები, სხვა ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც ჩამოდიან და ხვდებიან ჩვენს ოპოზიციას. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ერთი წამით. რა ჩვეულებრივი ამბავი, როცა ხვდებიან და გვეუბნებიან, რომ ოპოზიციასთან შეხვედრები არ ჩვეულებრივი ამბავი. შეხვედრაზე სულ მე აქ ხას თუ სხვა რამეს გვეუბნებით. ჯერ სხვა რამე არ გითხოვთ. თუ არ დამასწრით ვერც გეტყვით. როგორ არ გაცდით? ამ შეხვედრებზე ყველა გვეუბნება ერთი და იგივე რამეს. თუ საქართველოში არ შეიცვალა ის დამკვიდრებული პოლიტიკური სისტემა, ადამიანის უფლებების შეზღუდვა ყოველი ფეხის ნაბიჯზე, მედიის ჯიბეში ჩადება, არა მხოლოდ იმ არხის, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ, არამედ კერძო მედიებისაც. თუ ეს არ შეიცვალა, თუ სასამართლო არ გათავისუფლდა პოლიტიკური დიქტატისგან, მაშინ საქართველოს ელის იზოლაცია. ამას გვეუბნება ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, ყველა მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც დაასახელეთ კონკრეტულად, ვინც ეს თქვა. ყველა. სამი კი არა, ყველა. ყველა ეს არის უზოგადესი და ძალიან დიდი მოწვევის ესტონეთის საპარლამენტო დელეგაცია, მაგალითად, 2 კვირის წინ იყო საქართველოში. მას ხელმძღვანელობდა ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე. მასში შედიოდნენ ესტონეთის პარლამენტის ყველა ფრაქციის წარმომადგენლები. ეს ხო მათი ერთსულოვანი პოზიცია. მათი ერთსულოვანი პოზიცია იყო ის, რომ საქართველოში თუ არ შეიცვალა ვითარება სასამართლოსთან დაკავშირებით, მედიასთან დაკავშირებით, თვითმმართველობასთან დაკავშირებით, სახელისუფლებო სტრუქტურებთან დაკავშირებით და თუ საქართველოს საბოლოოდ და მართლა არ აირჩია ევროპული ორიენტაცია შინაარსით და რა სიტყვებით, მაშინ საქართველოს ელის ძალიან მძიმე განსაცდელი წინ. რა საკმაყოფილი და რა სახით?
საერთაშორისო მხარდაჭერის შემცირებით, რაც უდრის საქართველოს დიდ უბედურებას ეკონომიკურს და არა მხოლოდ ეკონომიკურს. საქართველოს ხავდა და ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სერიოზული პარტნიორები და მხარდამჭერები. იმისთვის, რომ გაუმკლავდეთ საფრთხეს ჩრდილოეთიდან და გაუმკლავდეთ ჩვენს შიდა პრობლემებს, ეკონომიკურს და სოციალურს. ამ გზაზე, აი ამის მისაღწევად, სწორედ რომ აუცილებელია უახლოეს არჩევნებში, ესაა საპარლამენტო არჩევნები. ამ არჩევნებში ქართველი ხალხისთვის იმ საშუალების მიცემა, იმ უფლების მიცემა, რომ მათ გააკეთონ თავისუფალი არჩევნები. ესაა ისეთი კონსენსუსი, რომ სახელისუფლებო არხების საპროპაგანდო მანქანის გარდა ამ თემას უბრალოდ აღარავინ აღარ დამათობს. პოლიტიკაში მშობა შედეგებს, ფაქტებს, ისაც საყოველთაო ცნობილია, რასაც თქვენ ბრძანებთ. მე არ ვიტყვი, ეს არის კულუარული ცხადი, ეს არ არის კულუარული მოლაპარაკება, ეს არის შეხვედრები დელეგაციებთან, რომლის აფიშირება შეიძლება ყოველ სიტყვისა არ ხდებოდეს. და დიდი მადლობა, რომ თქვენ ეს გაამხილეთ, რაღაცა ნაწილი, ხო? ესტონეთის საპარლამენტო დელეგაცია ის კონკრეტიკაა და კარგია რომ ამას. რა თქმა უნდა, მაგრამ როცა მეტიც საინტერესოა, მაგრამ სხვა თემებსაც მინდა შევეხოთ და მოვასწროთ. მაგრამ როცა ვლაპარაკობთ მაგალითად, შეიძლება ვიღაცას ეს იყოს ძალიან მოკრძალებული მიღწევა თუ შედეგი, მაგრამ შედეგი არის. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყება ევროპის კავშირთან, რაც ძნელია ჩათვალო ევროინტეგრაციისკენ დაბრკოლებად, ხო? ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეთავაზება შეერთებული შტატებისთან. სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება. აგერ ახლა ჩამოდის თავის მინისტრის მოადგილე შეერთებული შტატების, რომელიც ილაპარაკებს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. ვისაც ვხვდებით რეფორმების აღიარება. საქართველოს დასახვა მოდელად, რეფორმების მოდელად რეგიონში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ აი ეს ფაქტები როცა გაქვთ, ცოტა ჭირს. გააჩნიათ, შეიძლება გიჭირთ ამის დაჯერება. დაიჯერა, რომ ეს არის წინაპირობა საერთაშორისო იზოლაციის. არ ამგონია, რომ თქვენ ეს გიჭირდეთ. ამის გაგება, იმიტომ რომ კვალიფიციური ბრძანდებით თქვათ შორის ამ სფეროში და ძალიან კარგად იცით სინამდვილეში რა ხდება. სინამდვილეში ხდება ის, რომ სწორედ ჩვენ, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების წარმომადგენლები, მანამდე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის სტატუსით, სწორედ ჩვენ ვთხოვთ ყველას, აი ამ საერთაშორისო ასპარეზზე, რომელზეც თქვენ აკეთებთ აქცენტს, რომ სააკაშვილის და მისი რეჟიმის უგუნურობის და პრობლემების გამო არ დასაჯონ საქართველო, არ დაისაჯოს ქვეყანა. ჩვენ ამავე განცხადებით, ამავე მესიჯს უგზავნით ჩიკაგოს სამიტს, რომელიც გაიმართება ნატოს სამიტს ჩიკაგოში. ზუსტად ამავე ვთხოვთ ევროპარლამენტის დელეგაციებს და ჩვენ იქაც ვხვდებით, აქაც ვხვდებით, რომ სააკაშვილის უგუნურობის და მისი მმართველი გუნდის პრობლემების გამო არ დასაჯონ ქვეყანა და არ შეამცირონ, არ შეასუსტონ აი ამ მოკლე პერიოდში არჩევნებამდე არანაირი დახმარება და არანაირი პროცესი. ამასობაში ჩვენ თახვდებით ყველა, საერთაშორისო საზოგადოებაც, ოპოზიციაც და მე მგონი თქვენი და შესაძლოა თქვენი თანამოაზრეების გარდა ყველა მარტივად ხედავს ამ ყველაფერს, რომ თუ ამ არჩევნებში არ მოხდა სერიოზული ცვლილება, მაშინ სწორედ რომ არჩევანია საერთაშორისო იზოლაციასა, დიდ უბედურებასა და მეორე მხრივ არჩევანის და შეცვლის შემთხვევაში იმ ინტეგრაციული პროცესების გაგრძელებას შორის. ეს არის ძალიან კაფეო ამბავი. ბატონო, თქვენ დეკლარაციასო დაუბრუნდეთ. აქ არის ერთი პუნქტი. რომ თანამედროვე სახელმწიფო დამკვიდრებისათვის აუცილებელია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გამარჯვება პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ მმართველ რეჟიმზე. პრინციპში აი ამ ფრაზის გარკვეული წანამძღვრები თუ განმარტება ჩვენ უკვე მოვისმენთ თქვენ დღევანდელ საუბარში, მაგრამ მე მინდა გკითხოთ, როდის გაკოტრდა ეს რეჟიმი პოლიტიკურად და მორალურად თქვენს თვალში? რამ დაბადა ეს სიტყვა? პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრება სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო 2004 წლის თებერვალში. იმ კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებით, რომელთაც 10 წელს რეჟიმი შეიძლება დავასრულო. შეიძლება კითხვაზე გიპასუხო. 2004-დან შეიძლება დავასრულო. მე მინდა 2010-ში იყო გაკოტრებული? 2004 წლის თებერვლიდან სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო გაკოტრებისკენ სვლა. სხვა ამბავია, ვინ როდის დაინახა ეს ყველაფერი. თქვენ ახლაც ვერ ხედავთ, ეს თქვენი უფლებაა, შეგიძლიათ არც არასოდეს დაიჯეროთ ეს ამბავი. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა პოლიტიკურად
გაკოტრება, ჩემი აზრით, დაასრულა 2007-2008 წელს. ძალიან ბევრი მიმართულებით. 2010-ში თქვენ იპოლის წააგეთ არჩევნები ადგილობრივ თვითმმართველობის ბატონ დავით. გაკოტრებული ხელისუფლების ჩატარებულ ძალადობრივ არჩევნებში 2008 წლის იანვარში 2008 წლის როგორ ჯერ გაკოტრდა, მე აღარ გაკოტრდა, თუ როგორ 2007-8 წელში გაკოტრდა? 2010-ში გაკოტრდა. როგორ მოხდა ისე რომ გაკოტრებულმა და ხალხის თვალში არჩევნები მოიგო ისე რომ ბატონ მალასანია მიულოცა აღიარა მარცხი ვისთან? ავტორიტარულ დიქტატორულ რეჟიმთან, რომელმაც უსინდისო ჟურნალისტების, უსინდისო გუბერნატორების, უსინდისო პოლიციელების, უსინდისო პროკურორების, უსინდისო კუდელების და სოდელების მთელი არმიის ჩართვით მოახერხეს ქართული საზოგადოების სერიოზული ნაწილის შეშინება, მეორე ნაწილისთვის დაპირებების მიცემა, რომ მათ შვილებს და შვილიშვილებს სწორედ ციხეებიდან გამოუშვებდნენ და იმ ნარკოტიკების პრობლემებს მოუგვარებდნენ. შემდეგ სხვა ნაწილის ნაცვლად ოქმებში ხმების დაწერა. ეს მოახერხეს, ეს სწორედ გაკოტრებაზე მეტყველებს. ამ გაკოტრების ერთ-ერთი გვირგვინი და არა ერთადერთი და უკანასკნელი აგერ იყო გასული წლის დეკემბრის ბოლოს. აი ცნობილი კანონის მიღება, რომელიც ყელში გაეჭხირება ამ ხელისუფლებას. იმ კანონის მიღება, რომელთაც აკრძალეს ზოგადად პოლიტიკური აქტიურობა ამ ქვეყანაში. ამ ხელისუფლების გაკოტრებაზე მეტყველებს ის ამბავი. და ჩვენ ორ-სამ დღეში გვექნება ამაზე სერიოზული საუბარი სერიოზულ ხალხთან. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ოფისის საქირავებლად რომ იდის ქართული ოცნების წარმომადგენელი რომელიმე რაიონში და კაცი რომელიც აქირავებს ოფისს და ხელს მოგვიწერს ხელშეკრულებაზე და მეორე დილით მოდის გაფითრებული, აკანკალებული და გვეუბნება ისეთი რამით დაემუქრნენ, რომ იძულებული ამაზე უარი თქვას. თქვენთვის ეს უმნიშვნელოა, ვიცი. თქვენ ეს არ გჯერათ, ესეც ვიცი. ნუ დაიჩენეთ იმის ცოდნას, რის თვალსაჩინო წარმოდგენა არ გაქვთ, ხო? მე არა მაქვს წარმოდგენა. ხო, თქვენ წარმოდგენა გაქვთ, მე რა ვიცი და რა ზუსტად, ხო? მოდი აქედან დავიწყოთ. მეთანხმებით, რასეთ ფაქტები არის? მე არ ვიცემ, თქვენ მითხრათ. მე მესმის ეს პირველად, მაგრამ რა გესმით ეს პირველად? ხვალ, გამომყვებით ბატონ დავით პაიჭაძე. გამომყვებით იმ ადგილზე, კამერით, არის კამერები გვაქვს. გამომყვებით იმ ადგილზე, სადაც ეს ფაქტი მოხდა. ჩაწერთ იმ ხალხს და გაუშვებთ ეთერში. მე თქვენ წინაშე ტესტს არ ვლაპარაკებ. ტესტი რა შუაში? მე თქვენ გელაპარაკებით კოალიცია, გამომყვებით ამ ადგილზე და ამ ხალხის ჩაწერაზე და გაუშვებთ ამ ეთერში ამ ამბავს. გეკითხებით. თქვენ არ ეკითხებით იმ ადამიანს, ვინც უფლებამოსილია აქ რაღაცა გაუშვას რა. აბა ვინ არის უფლებამოსილი? რა გასაგებია, გასაგებია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაქვს დასარეკი. აი, იქაც დავრეკავ კი ბატონო. ესე იგი. ბატონო. მე არა ვარ ტელევიზიის ხელმძღვანელი. მე ვარ. აქ რომ მოვიყვანო ის კაცი? მოიყვანეთ. გაუშვებთ? ხვალგაცემ არ მაქვს. როდის გაგდარაცემა, როდის გაუშვებთ? რაზე ვლაპარაკობთ ახლა? არა, იმას გეუბნებით, თქვენ ხო ამბობთ, რომ რითი გაკოტრდაო? აი ამითი დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს. ამას ამბობს ქართული ოცნება. ამ გაკოტრების ფაქტი. რანერად ვლაპარაკობთ პოლიტიკურ მესიანიზმის გასრულებაზე, როდესაც ბატონი ივანიშვილის გამოჩენა უკავშირდება სწორედ მესიანისტური მოლოდინების გაგვევებას. ამ გაუშვებთ ეთერში, რომელიც დაადასტურებს ამ ხელისუფლების მორალურ და პოლიტიკურ გაკოტრების ფაქტს. არავის მოვიყვანო ეთერში. მათ შორის არც თქვენი კარნახეთ არ უშვებთ. კარნახეთ არა, გეკითხებით, გაუშვებთ თუ არა მეთქი. წინასწარ პირობებს არ ვასწავლებ. წინასწარ რას ვისწავლებ? საქმე უნდა ვიცოდე რა არის. როგორ? საქმე უნდა ვიცოდე როგორ. აი, გითხარით საქმე. ხელისუფლება რომელიც კონკრეტულ ადამიანს არ აძლევს საკუთარი ქონების გაქირავების საშუალებას. ასეთი კაცი რომ მოგიყვანოთ აქ, დასვათ აქ დალაპარაკებ. ის კაცი თუ მოინდომებს ლაპარაკს, ეს გაიგეთ ჯერ და მე მკითხე. მე იმ კაცთან რო არ გქონდეს ეს ნალაპარაკები ჩვენ არ შემოხთავაზებთ საუბარი. ამიტომ ეს არის პოლიტიკური კოალიციის ქართული ოცნების მთავარი სათქმელი, ასე ხა თქვენ მეუბნებით? ჩემი სათქმელი არის, თქვენი სათქმელია. რომ მეკითხებით, რითი გაკოტრდაო და ჩემი სათქმელის გამოსახატად ჩვენ აქ არ ვიზრდებით. თუ არ ჯერათ, რითი გაკოტრდა? ფაქტი მინდა მოგიყვანოთ. გაუშვებთ, მოვიყვანოთ შემდეგ გადაცემაში აი ამ საუბარს. კაი, გაუშვებ, ხა. გაუშვებ? დაწმარდით? როდის გაქვს გადაცემა? ხუთშაბათს. ხუთშაბათს. ხო. ზეგ. გაუშვებთ. ჩემპიონი. გავაგზავნოთ საუბარი. თუ არა, მითხარი ახლა. აი, თქვენის კაცი დაიყოლიეთ და მე გავუშვებ. აჰა, ეხლა პროკურატურას ეუბნება, რომ აი ეს კაცი რაზეც ლაპარაკობს, წაილ კიდე შეაშინეთო. აი დავით პაიჭაძე და აი ჟურნალისტი.
რატო უნდა მქონდეს იმ კაცის დაყოლიების დაფიქრებულ ხართ რა შორს წახავთ აი ესეთი პოლიტიკი და ესეთი ლაპარაკი თქვენ რითი ხართ შორს წასული თქვენ თუ გიფიქრეთ მე პოლიტიკაში არ ვარ ბატონ დავით უყურეთ რის სამსახურს ეწევით ახლა ქართული ოცნება დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს ეს არის თქვენი განცხადება დაჩაგრულ კაცს დაყოლიება რატო უნდა ჭირდებოდეს აი რომ იქედნურად ლაპარაკობთ დაიყოლიებთ იმ კაცს რატო უნდა ჭირდებოდეს ადამიანს დაყოლიება ბატონ და 1% გაქვთ რეიტინგი და ამიტომ ეკითხებით ამას. შეიძლება ის თქვენ არ გენდობოდეთ უბრალოდ. ვის აქვს 1%? თქვენ არჩევნებში დამოუკიდებლად არ გაგიმარჯვიათ. რას მელაპარაკებთ? შენ რაში გამარჯვებულეთ? მე პოლიტიკაში არ ვარ ბატონ და. არა, ჟურნალისტიკაში გამარჯვებული ხარ? ბატონ და, რა მნიშვნელობა აქვს? არა, რა მნიშვნელობა აქვს? ეს სად გადაკავს საუბარი? როცა მეუბნები რომ თქვენს პოლიტიკურ შემდგარობას ადამიანს რო აქ მოვიდეს. ვერ ხვდებით ბატონო დავით პაიჭაძე, რა სისტემის ნაწილი ხართ სინამდვილეში? ვერ ხვდებით ამას? როცა თავად მეუბნებით ამას. რომ აი ადამიანს რომელიც ხელისუფლება ასე დღეში აგდებს, დაიყოლიებთ აქამდე მოპოვებაშიო? პოლიტიკური კოალიციის. ესე იგი, ხო, პოლიტიკურ კოალიციაზე გელაპარაკები. ამ არჩევნებში გამარჯვების აუცილებლობაზე გელაპარაკები. ამ ხელისუფლების გაკოტრებაზე გელაპარაკები და ამ გაკოტრებული ხელისუფლების სამსახურში მყოფი გაკოტრებულ ადამიანებზე გელაპარაკები. მე კი მაქვს კითხვები თქვენი პოლიტიკის შესახებ. იმ მიდგომების შესახებ, რომლებიც ჩამოყალიბებულია ამ ტექსტში და მინდა რომ რა ვიცი, კარგი იქნება თუ ამაზე მე კი არა, საზოგადოება მიიღებს პასუხს. საზოგადოება მიიღებს. გასაგებ პასუხი ესეთ წვრილმან რაღაცებში, ლაპარაკში, კი წვრილმანია. იმასთან დაკავშირებით, იმასთან შედარებით, რაც თქვენ გინდათ რომ პოლიტიკაში მოემოქმედოთ, პოლიტიკურ კოალიციასთან არ გეწყინოთ და ერთი ადამიანის მე არ ამწყის. სასაკვირველია მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სიცხადე თქვენი პოზიციების, ხო? როცა თქვენ ამბობთ და თქვენ არ გაიგიათ, მაგრამ მე კიდე მეოთხედ ვიმეორებ ამ შეკითხვას. კოალიცია აცხადებს, რომ ის დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში, ხო? ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ბატონ ივანიშვილის და ფიგურები, რომლებიც არიან ბატონ ივანიშვილის გვერდით, კარგად არიან ცნობილნი ქართული საზოგადოებისათვის. ყველაზე ნაკლებად ცნობილი 4 თვის წინ ქართული საზოგადოებისთვის იყო ცნობილი თავად ბატონი ივანიშვილი. ანუ რეალურად თქვენ დაგემატათ ეს ერთი ადამიანი. და ამ ერთ ადამიანს დაუკავშირდა ძალიან დიდი მოლოდინები, მათ შორის მოლოდინი კი არა, რწმენა პოლიტიკური კოალიციის შიგნით, რომ თქვენ შეცვლით ხელისუფლებას. რა არის ეს თუ არა მესიანიზმი და მესიანისტური მოლოდინების გაღვივება. თქვენ ძახით რომ დაასრულებთ მესიანიზმს. როგორ დაასრულებთ, როცა აღვივებთ მას? მოგახსენებთ, ძალიან კარგად მოგახსენებთ. პოლიტიკა ეს ის სფეროა, როდის ვიხდი მაყურებელთან ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე მიწევს საუბარი. პოლიტიკა ეს ის სფეროა, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სერიოზულია ლიდერის ფაქტორი. მაგრამ ჩვენ რესპუბლიკელებსაც და პირველ რიგში თავად ბიძინა ევანიშვილს ძალიან კარგად გვესმის განსხვავება ლიდერსა და მესიას შორის. აი მიხეილ სააკაშვილმა სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ, მე მგონი გჯერათ რომ ეს არ მიხარია. ჩემ და სამწუხაროდ ამ ქვეყანაში გააგრძელა მესიანიზმი. გააგრძელა საუკეთესო კომუნისტური ტრადიციები. როდესაც ერთი კაცი, მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი და კიდე ზევით სხვაგან გენსეკები და სხვა ადამიანები, ესენი იყვნენ ყველაფრის გადამწყვეტნი და გამსაზღვრელი. მან დაამკვიდრა ეს ამბავი საქართველოში. დღესაც ეთერში ვისმენდი. პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება ესა და ეს პროგრამა, ვაუჩერები დაგირიგდებათ. პრეზიდენტის ინიციატივით კბილებს ჩაუსვავთ, ვისაც ეს ჭირდება. პრეზიდენტის ინიციატივით გავიდა წყალი სოფელში. პრეზიდენტის ინიციატივით ვისრიალებთ ახლა მესტიაში. პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი, რომლის გარეშე თურმე წარმოუდგენელია ამ ქვეყნის არსებობა. აი ეს დაამკვიდრა მიხეილ სააკაშვილმა. რატო დაამკვიდრა? იმიტომ დაამკვიდრა, რომ არ შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტები. და ჩვენ ამ დოკუმენტში სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს კონსტიტუციური რეფორმით, მრავალპარტიულობის გარანტიებს, სწორედ კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმით, თვითმმართველობას, რომელიც მნიშვნელოვანწილად მოაგვარებს ამ პრობლემას და იმ სოფელს და რაიონს, პრეზიდენტები და მესიები კი არ მოუგვარებენ იმ საყოფაცხოვრებო პრობლემებს. მათ ექნებათ იმის საშუალება თავად გადაწყვიტონ, თავად მოაგვარონ ეს საკითხები. ჩვენ სისტემა უნდა შექმნათ ჯანდაცვის ისეთი, რომ პრეზიდენტის ვაუჩერებზე არ იყოს დამოკიდებული, ხვალ ვინმე წამლის შეძენას შეძლებს თუ ვერა. ჩვენ სისტემა უნდა შევქმნათ ისეთი,
მაგრამ რა მოლოდინებით უკავშირდება ბატონ ივანიშვილს? ეს შეიძლება სრულად განსხვავებული. თქვენ მე არ ვიცი რა მოლოდინი გაკავშირებთ ივანიშვილთან, ეს თქვენი საქმეა. მე რა მოლოდინებს ბატონ? აბა დამაკვირდით კარგად და გეუბნებით. თქვენ სხვა არ ხართ, თქვენ მისი პოლიტიკური კოალიციის წევრი. აბა ვისე მოლოდინებს აკვირდებით, მითხარით? თქვენ გარდა ხალხი აღარ არის. არა, ხოლმე მითხარით, ანუ ხალხის? ხო. რა მოლოდინებია ხალხს? ხალხის მოლოდინია, რომ ამ ქვეყანაში დიახაც დიქტატურისგან გემხრობათ ის გემხრობათ როგორც პოტენციალურ ხსნელს. თქვენ არა. წეგან მეუბნებოდით რომ მე არ ვიცი, რა ვიცი და რა არ ვიციო, მაგრამ ესე იგი ქართველი ხალხის განწყობა თქვენ იცით. ამას ელოდება. მე გეუბნებით, განგიმარტავთ უკაცრავად. არა, მე განგიმარტავთ. ვინც გამოხატავს ხარდაჭერას და ლოიალობას ბატონ ივანიშვილისადმი, აუცილებლად საზოგადოების გამოხატვის სააკაშვილის ხარდაჭერას გამოხატავს ისრასელის. სააკაშვილზე ავლაპარაკობ. ვიზე ლაპარაკობ? ივანიშვილზე. მაშინ მაცადეთ რომ გიპასუხოთ. გითხოთ თუ არ დაგიშვით, თქვენ წერენ პასუხობთ. მეუბნებით, რას ელოდება ხალხი ივანიშვილისგან? მე გეუბნებით, ივანიშვილისგან ხალხი ელოდება პირველი უსამართლობის დასრულებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, საბიუჯეტო სახსრებით კერძო ცხოვრების მოწყობას კი არა და ამერიკაში რო იყო ობამასთან შეხვედრას, იქნებ დაინტერესდეთ, რამდენი კაცი ყავდა და ის ხალხი მე სად შეირნობდა თელს ამერიკაში შეხოთაშორის. საბიუჯეტო სახსრებით, აი იმ კონკრეტული, გაჭირვებული და ამ უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანების პრობლემების მოგვარებას პირდება ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი პირდება იმას და ამას ელის ქართული საზოგადოება, ის ხალხი, ვინც მხარს უჭერს მას, რომ საქართველოში დასრულდება აი ეს უბედურება. როდესაც ქვეყანა დაყოფილია ორ ნაწილად და უჭერ მხარს ნაციონალურ მოძრაობას. მაშინ დავით. ეს მისი ნათქვამია. უპრინციპო. შუა უნდა გაიგოს. უპრინციპო ადამიანები. ორი უნდა დარჩეს. მონა ადამიანები. მოღალატე ადამიანები, რომლებსაც ერთადერთი რამე ამოძრავებთ, რომ როგორმე თავზე მოთქონდეთ ამოწეული პროფესიაში, მარტო არა მხოლოდ პოლიტიკაში. ამ ადამიანებს გუნდრუკი უკმიოთ და ვთქვათ, რომ რა კარგები არიან ეს ხალხი? ანუ ჟურნალისტი, რომელიც გაგებული იქნა სხვანაირად ბატონ დავით. შენს მიერ როგორც ბოდიში თქვენს მიერ როგორც სხვანაირად. ლაპარაკი იყო იმაზე. აბა რაზე იყო? იქაც ინტერვიუში წასერ მახსოვს. აბა რა გაიხსენეთ? იყო რომ პოლიტიკურ სპექტრში უნდა დარჩეს ორი ძირითადი მოთამაშე, ის და ხელისუფლება. ამის მიღმა არავინ თქვენთან ერთად ის ინტერვიუ დეტალურად გავარჩიე ერთხელ აქ გადაცემაში. გნებავ და უბრუნდეთ იმ ინტერვიუს. ამოიღეთ ეს თქვენი ცნობილი ციტატები და გავიაროთ. შუა უნდა გაიგოს. ხო და იმ შუას თავიც ახდა და ბოლოც მერე. განმარტება იყო თავშიც და ბოლოშიც. ბიძინა ივანიშვილი ამბობდა და ამბობს და სრულად ვეთანხმები ამაში. ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ მორალური პრინციპები. ადამიანები, რომლებიც შეიძლება აი კარგი დაუბერავს ხოლმე და კარგი პრინციპები მისი მიხედვით ხო ვერ მეტყვი. და თქვა რომ მე გავსაზღვრე ამას, რომ ქართველმა ხალხმა არჩევნებზე უნდა გადაწყვეტოს ეს. ერთი კარგი ციტატა დეკლარაციიდან. ერთი მხოლოდ? იქ 12 კარგი ციტატაა. მე აქამდე ხო წავიკითხე კარგები და ეხლა წავიკითხე უკეთეს, ხო? კოალიცია ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა მრავალფეროვანი ერთობის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, რისთვისაც დაიცავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მათ ინტეგრირებას. ეს არის გადასარევი სიტყვები, ორივე ხელით უერთდები. მაგრამ ძალიან კარგი სიტყვები, ირონიით არ ამოფამას, ეს არის მშვენიერი პრინციპია ჩამოაყალიბა. ორივე ხელს წევ მომხდარა. დანარჩენ 11-თან პრობლემა გაქვთ კი ამაზე უნდა ვილაპარაკო, ხო? ამ პრინციპზე. იმაზეც ვითხარი, მე 12 და რამდენს ეთახმები, ხო? ეს პრინციპი რაც აქ წერია. ძალოვნებად გახსენებს იმას, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა და ხელშეწყობა ინტეგრირებისთვის ბატონ ბიძინას უყვარს ასავალ-დასავალი. ის მათ უქებს სამოქალაქო პოზიციას და ეროვნულ პოზიციებს. უქებს მოწონს და აუცილებლად ხა იზიარებს თუ არა, მაგრამ ყოველშაბათი აქებს ამ გაზეთს იმ პოზიციების გამო, რასაც ეს გაზეთი ავლენს. ის გაზეთი თქვენზე რა საკითხებოდა ბიძინა ივანიშვილს, ეგ ცალკე საკითხია, მაგაზე ახლა არ ვლაპარაკობ. მაგრამ როდესაც კოალიცია ამას აცხადებს, მე მიჩნდება ეჭვი, სრულად საფუძვლიანი ეჭვი იმ 6 გვერდიანი ინტერვიუდან გამომდინარე და ბიძინა ივანიშვილის მიერ ასავალ-დასავალის მიმართ გამოხატული ქებიდან გამომდინარე, რომ ან ის არის მართალი, როცა ასავალ-დასავალი მოგწონს, ან ეს. ორივე სიმართლე ერთად ვერ იარსებებს. მე რა პროცესაც ვესწრებოდი, ეს არის აი ამ დეკლარაციის შედგენის პროცესი. და მე ვიცი ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა და თანამონაწილეობა. ორი კვირის წინ ესე იგი. მას ეს აზრი ჰქონდა ამ დეკლარაციის შედგენის დროს და ეს ხდებოდა ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში. მე რასაც შევესწარი და რაც ვიცი შემიძლია გითხრათ,
რომ ეს და არა მხოლოდ ეს პუნქტი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი თანამონაწილეობით, მეტი რომ არ თქვა, შექმნილი პუნქტები და დოკუმენტი. ამასობაში მე პირადად ერთ რომელიმე სიტყვაში აქ ნათქვამში, რომ მეპარებოდეს ეჭვი, რომ ამ საკითხში ბიძინა ივანიშვილი არ არის გულწრფელი, ასე არ ფიქრობს. ეს არის რაღაცა ტიპის, არ ვიცი, პოლიტექნოლოგიური დოკუმენტი და ასე შემდეგ. მე პირადად არავითარ შემთხვევაში არ მოვაწერდი ხელს ამ დოკუმენტს. იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ასეთ დოკუმენტებს აქვს ძალიან სერიოზული დატვირთვა. სხვებისგან განსხვავებით, რომლებმაც თავადაც მოაწერეს ხელი, მონაწილეობით იმის შედგენაში თუ ყოველ შემთხვევაში ახლოს იყავით იმ პროცესებთან. 10 ნაბიჯი დემოკრატიისგან გახსოვებათ. როგორ არა? გახსოვთ. იმ 10 ნაბიჯიდან რამდენია გადადგმული მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს. შეგვიძლია ესეც გავიაროთ თუ მოისურვებთ ისტორიულ რეალიტეტებს. ამიტომ ამ დოკუმენტის ხელმომწერი ბიძინა ივანიშვილის რაიმე ამ ტიპის ან ნებისმიერ სხვა სიტყვასთან თუ ფრაზასთან ეჭვი რომ ეპარებოდეს, მე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებოდი ხელმომწერთა შორის. ის რაც აქ წერია და დღეს ეს ითქვა ჩვენს პრეზენტაციაზე, ეს არ არის ლოზუნგები. ესაა ჩვენი ვალდებულება, ესაა ჩვენი პასუხისგებლობა და ეს არის ჩვენი დანაპირები, რომ ეს ასე გაკეთდება. ეს აუცილებლად ასე იქნება, ჩვენ სინანულიც გამოვთქვით დღეს დღევანდელ პრეზენტაციაზე, რომ გვიწევს ურთიერთობა არა წარმატებულ ხელისუფლებასთან, ანუ პაექრობა. როდესაც წარმატებულ ხელისუფლებას ეპაექრები, აქ ცოტა სხვა ენთუზიაზმია, სხვა მოლოდინებია და გვაქვს პრეტენზია, გვაქვს ამბიცია ვიყოთ კარგზე უკეთესი. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვეპაექრებით სწორედაც რომ მორალურად და პოლიტიკურად გაკოტრებულ ხელისუფლებას, რომლის ერთადერთი დასაყრდენი ეს არის ასე ვთქვათ ცნობილი დუეტი, რეპრესიული მანქანა, პროპაგანდისტული მანქანა. ორივე ამ მანქანას ჩვენ დავამარცხებთ და სწორედ ამ დეკლარაციაში გაცხადებულ ყველა დაპირებას შევასრულებთ. რატო იცით? იმიტომ რომ ეს ჩემი გემოვნების საკითხია. იმიტომ რომ ამის გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება და ეს ჭირდება ამ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს. ალბათ სწორია პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისითაც ის, რომ კოალიციიდან კოალიციის წევრები თანაბრად უნდა გამოჩნდნენ, ხო? თუმცა მაგალითად თქვენი ლაპარაკი, თქვენი დისკურსი არის სრულიად განსხვავებული ბატონ ბიძინას იმ დისკურსისგან, რასაც ის ავლენდა საუდასავლათელ საუბრისას. ეს იყო მისი ყველაზე ვრცელი ბოლო საუბარი, ყველაზე სისტემური თუ შეიძლება ასე ითქვას. და ერთი კითხვა მაქვს ინფორმაციული ხასიათის მხოლოდ ამაზე პასუხი შეიძლება თქვენ იცოდეთ და ამიტომ ეკითხებით. ბატონ ბიძინა აგრძელებს თუ იცით მურმან დუმბაძესთან მოლაპარაკებას, ან რაღაცა შეხვედრებს საუბარს, მოკლედ დგას საკითხი იმისა, რომ დუმბაძე შეიძლება შეუერთდეს ქართულ ოცნებას თუ არა. მაშინ კითხვაზე თქვენ ისებად პატარა კითხვით გიპასუხებთ, უბრალოდ რომ ვიცოდე თქვენ თავად სანამდე ხართ ინფორმირებული, რომ არ დავკარგოთ ამ თემაზე. ბოლო განცხადებები თუ იცით, ჩემი განცხადება მე ვიცი რამოდენიმე დღის წინ ბატონ დუმბაძის განცხადება ვიცი, რომ თქვენ მას უთხარით, რომ თუ არა ჩემი განცხადება ვიცით. არ ვიცი. აი მაშინ გეტყვით, დავიწყებ. რესპუბლიკური პარტიის გვერდის ავლით შენ ვერ მოხვდები ქართულ ოცნებაში. გავიგე ამ თემაზე. ამის იქით აღარ ვიცი. კარგით, რამოდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ჩემი განცხადება ამ თემაზე. სადაც მე დავადასტურე ეს ამბავი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო ეს, რომ ვინაიდან მურმან დუმბაძე თავის დროზე რესპუბლიკური პარტიიდან გაირიცხა კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ რესპუბლიკურ პარტიასთან შეთანხმების გარეშე და მათთან კონსულტაციის გარეშე მე ამ საკითხს არ და ვერ გადავწყვეტ. ეს იყო ელემენტარული პარტნიორული დამოკიდებულება, ეს არც რამე გასაოცარი და მოულოდნელი იყო. ამასობაში მე მქონდა მურმან დუმბაძესთან შეხვედრა დაახლოებით თვენახევრის წინ. ამ შეხვედრის შემდეგ მურმანმა თავისი გეზი გააგრძელა, თუმცა ბოლო განცხადებაში მე მასაც და ყველას მივმართე, რომ არის საკითხები, რომელზეც ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენი გზაობა დიალოგისთვის და ჩვენი თმენის ვალდებულება პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე არ არის უსაზღვრო და არის საკითხები და თემები, რომელთა თაობაზე მოთმენა ყურადღების არ მიქცევა, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოვლენა, რასაც ჩვენ არ ვაპირებთ. ამიტომ მურმან დუმბაძისთვის კარები არ დახურულა, მაგრამ არც ასე ვთქვათ, შემდგარა რაიმე შეთანხმება. აქ არის პრინციპული საკითხები, ეს უბრალოდ ცალკე მსჯელობას იმსახურებს მე მგონი ის თემები
იმ თემებზე პოზიციების შეჯერების შემთხვევაში ის უკავშირდება ამასაც ბოლოს კითხვა დავშვი. სწორედ მაგას. ურმადუმბაძეს მე ვიცნობ არა ბოლო 1 წელია მხოლოდ, არამედ 15 წელია. ბოლო ხანებში ცალკეულ საკითხებზე მისი პოზიციები იყო მიუღებელი და ამიტომაც მივიღეთ პარტიამ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ადამიანებს აქვთ უფლება შეიცვალონ პოზიციები, ან კორექტირება გააკეთონ მისი. კოალიციის პოზიცია ამ საკითხებში არის ძალიან მკაფიო და ნათელი, თუ ამაზე გნებავთ, ვისაუბროთ. ვეღარ ვისაუბრებ, იმიტომ დრო მოგვეწურა და ცოტა გულწრფელად დრო მოგვეწურა, კიდე არაერთი საკითხი მქონდა, მაგრამ ვიტოვებ იმედსაც, სურვილსაც, რომ ჩვენ თქვენთან თუ არა კოალიციის რომელიმე სხვა წევრთან შევეხებით რამდენიმე სხვა პრობლემას და სხვა საკითხს, რომელსაც ჩემი სურვილი შეიძლება ვთქვა, ჩემი სურვილი. მართლა მოგვეწურა. მართლა ორი წინადადებით. მეც ვისურვებდი ძალიან მალე თქვენი ეთერით საზოგადოება იგებდეს სიმართლეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საინფორმაციო გადაცემებს გულისხმობ და დიალოგები და დებატები მართლა იყოს დიალოგები და დებატები. მართლა მინდა ვისურვო, რომ ჟურნალისტებმა, ისე როგორც პოლიტიკოსებმა, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ჩვენ ვართ მოდერატორები, მობრძანდით და იდებათ. ნუ იქნებით იმ სისტემის ნაწილი, რაც დღეს თქვენ დაადასტურეთ და კიდე ერთხელ სამწუხაროა ჩემთვის. აი, ბატონ დავით, თქვენ დარჩით თქვენი ხედვისამ, არა მე დავრჩები ჩემი თვალსაზრისით. დარჩით. ჩვენი სტუმარი იყო დავით უსუპაშვილი, პოლიტიკური კოალიციის ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრი და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე. ხუთშაბათის ამბავით არ დაგავიწყდით. დიდი მადლობა.